ვარ დემეტრე კონცელიძე 9 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე ჯერ არ დავდივარ და უნდა შევიდე. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მარცხენა თავდამსხმელი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში უკვე გატანილი მაქვს 20 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მე მომცეს პასი, მოვატყუე ერთი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი დავარტყი და მე კარი მკუთხი გამომიცნო, მაგრამ ისეთ ჩახვეული დავარტყი, რომ ხელებში გაძვრა და გავიტანე გოლი. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 9 ნომრით. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი ხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ გემებს, მთებს, სახლებს, ადამიანებს, ცხოველებს. ყველაზე რთული დასახატია კოშკი და ყველაზე ადვილი დასახატია გემები. ჩემ ნახატებს ვაგროვებ, იმიტომ რომ სიამოვნებს ხურებ. გაყიდვა იმიტომ არ მინდა, რომ ძალიან ლამაზია და სხვისთვის მენანე. ისე მომწონს, რომ დედიკოსთვისაც მენანება ჩუქება. სამაგიეროდ მიყვარს მე, რომ ჩუქნიან საჩუქრებს. რაც მახსენდება ამ ბოლო დროს, მაჩუქეს PlayStation 5. ჩემი ოცნების საჩუქარია VR სათვალე. სათვალეების ნაირია იკეთებ და ვირტუალურ სამყაროში ხარ. გონია რომ მართალი სამყაროა, სხვანაირია. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ის ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი მასწავლებლები ყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული ბავშვი არის ანრი ჩხაიძე. ყველაზე ჭკვიანი ბავშვები არიან ანდრია მექაშავიძე და ანრი ჩხაიძე. ყველაზე 7 არის რეზი სულაქვერიძე. ყველაზე ბედნიერია ალექსანდრე თევზაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და მამაცი. მამაცობა იმაში გამოიხატება, რომ მე არაფრის არ მეშინი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ქეთინო ინწკირველი. იმიტომ რომ ლამაზია, კარგად ხსნის გაკვეთილს და უყვარს ბავშვები. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ და მინდა გავიცნო. პირველ ნახვაზე დავპატიჟებდი რესტორანში. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მეზღვაური. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი სპაიდერმენი. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ კარგად შემეძლება ფეხბურთის თამაში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო, ბაბუ და ბიძი. მინდა ვყავდეს ერთი ძმა. დედის ერთარობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მარტო მე ვარ და სათამაშოებს არავინ არ წამართავს. დედის ერთობაში ცუდი ისაა, რომ ფეხბურთს არავინ არ გეთამაშება და მარტო უნდა ითამაშო. მამიკო არის ყველაზე ჭკვიანი, სიმპათიური და მამაცი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და მე რაც მომიდება, ყველაფერს შემისრულებს. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ლობიო. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ოსტრს. ბები არის ლამაზი, ყურადღებიანი და ახალგაზრდა. არის ყველაზე კარგი დიასახლისი და ძალიან მიყვარს მისი შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბამბიქტონი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემ თავგადასავალზე. დარწმუნებული ვარ, წინ მელოდება დიდი და საინტერესო ცხოვრება. ჩემი საყვარელი მულტფილმი არის 101 დალმატინელი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ჩემი ოცნების სახლს. ის იქნება 30 სართულიანი და 30-ვე სართულზე მე ვიცხოვრებ. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ მეგობარ ანდრია მიქაშავიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუწევებ ასეთ შეკითხვას, ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანია მერაბ დვალიშვილი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედიკოსთან და მამიკოსთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.